შემთხვევით პორტუგალიის ტრიპი ხვალ და ჩემთან და ანუკისთან ერთად. ძალიან ბედნიერი ვარ, პირველად ბედნიერი ტრიპით. არ ვიცი რა მჭერს. ძალიან უცნაურია შეგრძნება ერთს უმაკროდის დაღამდება, რომ გათენდეს და აი აქედან წავიდა. თან თავი დამოვიწყდა. ჩემს 417 გამომწერიან არხს რომ სპონსორები ყავს, ეს იცით? აი ამასაც მოგიყვებით ნელ-ნელ და გაჩვენებ ჩემს სპონსორებს. ხოდა რაც მთავარია, სანამ უყურებთ ამ ყველაფერს, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. Hello guys, welcome back to my channel. On today's episode we're going to Portugal. Sumida და ეს მეთქვა. ახლა მინდა ჩემი დებილი და მივიდივართ პორტუგალიაში, ეს მოგზაურობა ძალიან ზვირდაჭდა და გეტყვით დეტალებს, რა რამდენი დამიჯდა, როგორ ან ბილეთში რამდენი გადავიხადე, სასტუმროში რამდენი გადავიხადე, მამი. რა გითხარით რომ მეთქი სპონსორი გამოვიძა ჩემ არხსგან? ჩემი არხის ერთ-ერთი სპონსორი არის ჩემი და ანუკი გოგოლაური, რომელმაც ეს მთლიანი ტრიპი დასპონსორა. Hallo, wir sind in Deutschland and es regnet wie immer. გადავწერეთ დუოლინგო და 300 დღის ტრიკი შემდეგ თქვენ შეძლებთ ასე საოცრად. ჩამოვედით გერმანიაში. და რა თქმა უნდა ჩაჯმული ამინდია როგორც ყოველთვის. საფრანგეთში, ევროპაში. 13-ში ვიწყებ და 13-ში ვამთავრებ. ცუდად ბოლოს მგზავრი არ მახსოვს, ისე გაიწევა, რომ ცუდად ვიყავი და დაჟე აქ მაგარი იზმენა ვიყიდე რა შემოვედი, ვაფშე არ ვიცი ეს ახალი რეგულაციები თუ რა შემოვედი, ქალბატონო ნუკა, თქვენი ხელის პრინტი მჭირდება და მეთქი ანუ პირველ გერმანიაში რომ რამე მოვიპარე მაგის გამო ხომ რომ მეგობრებო არაფერი არ მომიპარია. ნუ ვინც არიცით მე მჭერს ჰიპერჰიდროზი ხელები მაქვს სულ ყოველთვის სველი და იმენა მაგრამ ეშინა და მეთქი ხა ვერა იღებს თქო. ხაი და HP-ն Yannick, this is for you. კაპუტ და რა კაპუტ. არჩე ერთხელ ჩვენ მეგობარი იყო ჩამოსული და რაღაცა თქვი რომ HP-ն კაპუტ თქო და ეს ბიჭი ესე მიყვარს და ეგო მეორე თვალხარ თქვა და კაპუტ არ არის თუმცა არის კაპუტ და თქვენც ესე თქვით ხოლმე მეგობრებო როცა ცუდად იქნებით. ახლა ჩვენ ვართ მთავარი ფრანკფურტის მთავარი აეროპორტის წინ, საიდანაც უნდა გავყვეთ ავტობუს სტრასბურგისკენ. და ამ აეროპორტში ნაყოფები არ ვართ და მე პირადად რაღაც უაზრო ლეგენდები მსმენია ჰეზენ პარკში ვინც მუშაობდა ჩემთან ერთად ის მიყვებოდა რომ ფრანკფურტის აეროპორტი მეინი იმდენად დიდიაო რომ კლუბი იყო ადრე და რეივები ტარდებოდა და სპეციალურად მოდიოდა აქ ხალხი რეივისთვის და ანუ არ ვიცი ეს მითია თუ რეალობა ვერ გეტყვით მაგრამ ამას მყვებოდნენ და ახლა ჩემი თვალით რომ ნახე რამ ხელა იმ ხელა რომ მატარებელი დადის გარეთ რო ტერმინალები და კავშიროს ერთმანეთთან ჯერა ამ ყველაფრის თქვენ თუ გჯერათ ეს მაინტერესებს მითხარით რომელი იუთუბერი ყოფილა ერთ დღეში 3 ქვეყანაში მე ვარ პირველი სად იყო კაკო და სოსო მე რა 3 ქვეყანა არ დამაჯერს მეგობრო ხომ რომ ეს არის ჩვენი მეორე ქვეყანა დღეს და სულ რამდენიმე საათში ჩვენ ვიქნებით საფრანგეთში. საზღვარზე ვარ და მიჭერენ და ერთი რაც თავში მიტრიალებს არის ნინო ოქრაძის მიერ ჩემთვის ნარჩევი სიმღერა. Ich liebe sie. Ich liebe sie. Coucou mes amis, c'est le 3e pays pour aujourd'hui. Géorgie, Allemagne et maintenant France. Et nous sommes à Strasbourg. Აი, დღეს უკვე მესამე ქვეყანაში ვარ და სტრასბურგში ვარ და ინანა გველდებოდა გვაგინებს უეჭველი მანქანაში. აბა, ორი აი! ნახეთ როგორი ლამაზი გაგები ვარ, ჩვენ გავიყვეთ და წამოყვებით. ახლა ჩვენ მივდივართ ბანკში, რაღაც საქმეები გვაქვს საფრანგეთი, გვაქვს გადმოსაფორმებელი და მერე უნდა გავისეინოთ ცოტა სტრასბურგში და მერე სად მივდივართ და ფული ხო უნდა მოხსნათ. იასანა სულ დოლარები და ევრო. კაი, დოლარი არ გვინდა დაბალი კურსი აქვს, სულ ევროები უნდა მოხსნათ და დღეს გვაქვს ფრენა მეგობრებო.
რა მოგწეთ ჩემი სათვალე და წეთ მიხდება თუ არა? ისა დამწერეთ ვაი შორამალე და ყადა არ გავარ მაგას. ვაიმე შეისუნთქე. მიაჭირე იქ მესამ. ოხ მწკრივში. ხარი აღამყოფ. მე რამდენი სერცია? მესამე რაი. არა დებილი ხარნუკა. რო გაჩას ხარ რო დრაიმაში ვარ ციც. ოპუსი მიწროვე. მე ბარიგასთან დოხე ვიყიდე საოცარ. კაი საოცარ ფასად არა, მაგრამ ნუ აი ნორმრა. შერები ვიყიდე. მე ჭიქები აპეროლის და ტომატე სოხი. რა სიტყვადი შენ ბარიგას? ბარიგას? ხო, შენ დუხავის ბარიგა. ბარიგა ნულია ძაალ. ჩვენ გამოვედით დეიდაჩემის ბარიგისგან. გაგიკვირდავთ დეიდაჩემს აქ თავისი ბარიგები ყავს. არა, არ გეგონოთ რომ ცუდი რაღაცის ბარიგები და დეიდაჩემ მაგას ხარი კადრობს და წამიყვანა თავის ბარიგასთან გამაცნო. ცოტა ირაყეჩნაირი კაცი იყო, დიდად ვერ მომეწონა ბარიგა რა იქნებოდა, მაგრამ ძალიან კარგი საჩუქარი მაყიდინა ლუკასთვის. შეხედეთ ორიჯინალ ბუხი, რომელიც 200 ევროს მაგრად შევიძინე. არ გიტყვით რამდენად. არ ვარ უკმაყოფილო, პირიქით ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ ერთს რომ როდის მეცემ ლუკას ამ ბუხს. ვიცი რა ძალიან გაუხარდება. Deuxième jour, quatrième pays. Nous sommes à Basel. We are in Switzerland. Yeah. Basel days. Yeah. სხვათა შორის ეს გოგო ეძებს მეორე ნახევარს მეგობრებო. ანუ ეძებს არა, მაგრამ ამ გოგომ დაასპონსორა ჩემი ტრიპი ბიჭებო, ვინც ამას უყურებს. აქვს ფული, ბევრს მუშაობს, მაგრამ თქვენ არ გეგონოთ რომ მუქთა ხორას ეძებს, ფულიანს ეძებს. ვისაც ფული გაქვს, გამოგვეხმაურეთ, ანუ კი გაგირიგოთ. უბრალოდ მე მუშაობა არ მიყვარს და თუ მეორე ნახევარი მეხონა, მე მუშაობა არ უნდა მიწევდეს. აი ხა დამარჯვავი. აეროპორტები არ მიხდება საშინლად, რას ვგავ ორი წამი შემოხედით. 4 ენა იცის, მე-5 კოჭლობით ლაპარაკობს გერმანულს. დუოლინგოს ეჭიდავება ყოველ დღე. 300 დღე ეჭიდავ. 300 დღიანი სტრიკი. მე რაღაცნაირად დავნებდი რა. ცოტა ხანი ჩავიქნია და ცხოვრობდი. ეს ცოტა ქვევი ჩავწებ. გოშ. Coco. Hola, estamos en Portugal. Სამწუხაროდ პორტუგალიური არ ვიცი და ეს ორი სიტყვას დავგუგლე და ესე გითხარი. მაგრა გოძინება. ანუკის საჭმელობის და სმექების პარკი დარჩა მანქანაში. მშიოდა წეღა. აღარ მანდარინი შიოდა და მე მშიოდა ეს ნამის გაკეთებული ხაჭაპური. არა ანუკიმ დაგვიტოვა. გოფიხა შემოყირადმა მძღოლმა. რომელსაც არაფერს არ უხდით. ხა ჩვენ შემოდით პატარანას პატარა სახლში. ყველაფერი იმდენად პატარაა მეგობრებო. ბოდიშიანა. ანუ აი აქ ხო შემოსასრული. ეხ კიდე ვიდეოში დიდი ჩანს. ოლა ლა. ჩავიცვით. მე ჩემი თმები არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან გამიზარდა უკვე აუტანელია კატასტროფა ეს ყველაფერი, მაგრამ რაც იცავ. ძალიან გუშია, იმიტომ რომ არაფერი არ გვიჭმია საერთოდ, გუშინ ღამეც ვერაფერი ვერ ვჭამეთ, იმიტომ რომ გამოძახავაც რო გვინდა ყველაფერი დაკეტილი იყო და მოგეხსენებათ ანუკეს ჩვენ საჭმელი დარჩა გიას მანქანაში. და მოგვიწია რა ესა ყოფილი. ავით მშივრობ, ეხათ მაგარი მშივრობი ვარ. 10 აკლია 20 წუთი და მე კიდე არ მიჭამია საჭმელი. ანუ თხა ანუკეს ავთვით, წადი უკან. ვაუ. ლა. წავედი სკოლაში მეგობრებო. ხანუკე მოგვიყვანა გამოიცენთ სად რაღაც პერო ადგილ. ყველაზე პოპულარული ნამცხვარი აქ არია და უბრალოდ გეხვაწავით რიგში შეხედეთ. რაღაც კეიქის გამოვდგავართ ხელარიგში და ჩვენ ძაღლები ვიტქვია იმენა. სადმე ადამიანურად რო ვჭამთ და მე დესერტზე შემოვიდეთ. მე ჩემი გავიტანე, ესენი გადმოიბირე და გამოიცენით ფენსი რესტორანში. არა, მაგრამ ცხენია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მარტო. ერთადერთი შეკვეთა შევიდა და ისიც ჩვენია.
ეს არის ძალიან ცნობილი ადგილი, მეგობრებო. შიგნით არის ულამაზესი, თუმცა სამწუხაროდ დასაჯდომი არ აქვთ. ახლა განახებთ შიგნით. აი, ძალიან ლამაზი არ არის? არ ვიცი, მკითხავთ რატო ყველა იღებს. მოვიდა ჩვენი პერეობები. ანუ ეს კარგად გამოიყურება, მაგრამ ეს ჩემ ფეხები ხოლღადაო. შემთხვევით აღმოჩნდით რაღაც ხდება და რა ხდება ვერ ვიგებ. ანუ აი ძალიან ბევრი ხალხია. ვიღაც მოდის. გონი პრეზიდენტია და რაღაცავე ახსენეს. ხან იღებენ ან იღავს ესე დებილებით. Is it better to speak or to die? Today აშკარად die. ხო, თქვი პრეზიდენტი. ველოდები ჩემ პრეზიდენტს და გვარა მეას უნდა ჩავეხუტო. არჩა დღეს ვიწყებ და დღეს ვამთავრებ. თქვენი გონია და ტურისტულად ჩამოვედი. საქართველოში ხო დავამთავრებ, აქაც ვამთავრებ. ახლა ჩვენ მოვედით, ძალიან ბევრი ვიარეთ. დღეს ცოტა chill დღე გვაქვს, მხოლოდ სიარული და ეხლა ძალიან მოგწყურდა და წყალს ხوار ვიყიდით და ვიყიდეთ აპეროლი. წყლის მაგივრად რა ვსვავთ? აპეროლი. ანუ ამათან ერთად მოგზაურობის პლუსი ეგ არის რა სუპეროიანი დადიხარ. აქაურობ არის ისეთი ლამაზი რა ეს დებილივით დავდივარ და უბრალოდ ვაკვირდები. ანუ მართლა თავს ძალიან შვიდად და კარგად ვგრძნობ. ერთხელ აუცილებლად უნდა ნახო ლისაბონ. ხო და თუ არ ნახავთ არც ეგ არის პრობლემა, შეგიძლიათ ჩემ ბლოგს უყუროთ აქედან დატვალი. ხო და არ დაგავწყეთ გამოგვიწერე. ჩვენ დავბრუნდით სახლში. ვიცი რომ არაფერი არ გადამიიღე და ვიცი რომ თქვენთვის არ შემომითავაზებდი, მაგრამ იმდენად კარგია აქაურობა, რომ ჩემთვის და დავიტო. ახლა მე ვიცი რომ თქვენ ანუკის სუნთ გვაგეს. ვიცი ახლა განახებთ ანუკის. აი გერარი ანუკის. ჩვენ გქონდა ძალიან მაგარი გეგმები, მაგრამ დეიდა ყავს შაქრიანი. მოკლედ დღევანდელი დღე ესე მთავრდება, მეგობრებო, მოვედით სახლში, ვჭამეთ, სახეები დავიბანეთ და რა ვიცი, იმედი მაქვს ხვალინდელი დღე იქნება. უკეთესი. ხედეთ როგორი ლუკი აქვს. დღეს დატკვით დეიდა ჩემი. ეს არის ამათი დეიდა. ახლა ვიცი რა გშორთ, მაგრამ აი ასვიზოთ ყველას ვერ გვეყოლა, მამ. გავს. კი, აი. აი, ერთი. დღეს მივდივართ, სად მივდივართ? რაღაც სასახლეში მივყავარ, მგონი იქ უნდა დამმარხონ ცოცხლად. იუმორში ძლიერი ვარ, როგორც ვიდეოების გადაღებაში. ნანამ აღმოჩინა რაღაც პორტუგალიელი კაცი, რომელსაც ელაპარაკება იტალიურად და მგონა ვარ თქვენ სამივე დებს გავხართო. მოგცემოთ 17 წელს. Thank you. Io, quanto anni tieni? 56. Vero? Sono 30. Non in Italia, vai a trovare una donna italiana. No, non voglio più. Non vivo solo. Tengo due. Miau. Fate un po'. Sweet living, sweet fun. Oh, mia les. Non tempo di mare. ახლა ნამდვილად მაქვს დეჟავუ, მგონია რომ ჯერმანიში ვარ. ჩვენ მოვედით და აქედან უნდა ვიაროთ კილომეტრი ნახევარი სასახლემდე. დარხლა გითხრათ მივედით და ესე გითხრათ რომ 4 საათამდე ვერ შეხვალთ. ძალიან კი გვეწყინა თავიდან, მაგრამ რახან 4 საათამდე ვერ შევალთ, გადაწყვეტეთ რომ ეს ქალაქი დავთვალიერთ და იმდენად ლამაზია. აქ გავიცანი ერთი პორტუგალიელი ქალი, რომელიც ლაპარაკობს ქართულად და ქართულად იცის რაღაც პატარა სიტყვები. გავიგე რომ ქართულად ლაპარაკობ და აი რამე სიტყვა რომ ითხრა ქართულად რა სიტყვები იცი? მე შენ ძალიან მიხوارხარ. მე მეკონა მაგინებდა, მაგრამ გინებები არ იცის, იცი გინება? ცოტა. რა ცუდი სიტყვები ვიცითო პატარა მითხარიო? მე შენ შეგეცი. ხო, აი ესეთი ლამაზი ქალბატონი გავიცანი აქ და ჩაგერთვებით მერე კიდევ ჩუს. ძლივს შემოვედით. ახლა გაჩვენეთ სასწაულ რაღაცას. აი, უბრალოდ შეხედეთ რა სილამაზეა. ძალიან ლამაზია.
say hi. თავი მგონია რაღაც მისტიურ გარემოში, რაღაც ბოროტი იმის სასახლეში აღმოჩნით. აი მგონია რომ ვიღაცა გამოხდება და მომკლავს. ხა. აი, უბრალოდ დატკვით რა სილამაზეა. მე არ მიყვარს ხოლმე ისეთი ლოგები. რაღაც ისაგანმანათლებლო თუ რაღაც და ჩემი ლოგებით სვაი დალევა გართობა და ეგეთი რაღაცებია, მაგრამ არ ვიცი. აი, უკან ისეთი სილამაზეა, რომ არ ვიცი, პირველად მომეწონა. მართლა მოგზაურობის დროს პირველად ვარ ისე, რომ აღბრთოვანებული ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მშვიდად ვარ და აი არ ვიცი. just უნდა მოხვიდეთ და დატკბეთ, ანუ რა სილამაზეა. და 1-2 ესეთი ქანდაკება იმაში გაასწორებდა. 1-2 ანუკიც გაასწორებდა და ერთს მაინც ვასწავლდი ფოტოების და ვიდეოების გადაღებას. ანუ ეხა არ იცის რას ვლაპარაკო, მაგრამ ანუ იმდენად ლამაზია ქაურობა, იმდენად ლამაზია, რომ არ ვიცი, ალბათ ყველა აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. აი ცადებული გატუმყები მყავს. აი ვერ ხვდები როგორ, ოღონდ სახე უნდა ნახოთ როგორ სახით იყავს. ღირდა 20 евро აქ შემოსასვლელად კაცზე. ადი რა დანჯო. ორ წამი ხა ფოტოს გადავღებ და იქ ჩავსო, რასაც დავად იღებს. იმენა იტანჯება საწყალი. ჩვენ მოვიარეთ ყველაფერი და მოვედით საჭმელად. ოღონდ აი ძალიან დიდი ხანი ვარჩიეთ ყველაფერი და რატო ვარჩიეთ, ახლა გეტყვით. საბოლოო ჯამში რაც არ უნდა ილაპარაკონ ამათმა, რომ არა და აი უბრალოდ ვამბობ, დეიდა ჩემიც და ჩემი დაც არიან რასისტები. რადგანაც ესე ყოველ ჩამოვალზე იქ ადამიანი დგას და რომ აი გეპატიჟება რომ შემოდი ჩვენთან შეჭამე და რაღაცები, ესენი უბრალოდ უყურებდნენ და ყველგან შავი ადამიანი რომ იდგა, ესენი ამბობდნენ: "კარგი, მე არ ვარ რასისტი, მაგრამ მოდი გავიაროთ, იქნებ თეთრი იდგეს გარეთ." კი, ეგ თქვი და კარგი, ერთი საათია დავწანწალებთ აქეთ იქით და მე ნახეთ მაპში სად იყო ყველაზე გემრიელი რაღაც და მოვედით აქ და სანამ დავსხდებოდით ვაიმე, აქაც ჩავებით განანა და ძლივ შემოვიყანე. პროვოკაციას აქვს ადგილი. შეგიძლიათ რა დააბოლინგოთ და ანუკი და ფუნანა დამწეროთ კომენტარებში მეგობრებო. რას ფიქრობ და შენი გამომწერები ვაფშე? აი დაჟე ესე კიდი ხართ მეგობრებო, ამიტომ 2 ფუნანა დაწერეთ. მეტი ზღირსები არიან ესენი. იგონებს. ძალიან არ დააპურლინგოთ, აი ისე გადაუარეთ, მხოლოდ ფუთი შემოიფარგლეთ. დეიდასთან რო დადის და ზის, ესეც ხო ფუს იმსახურებს. კაი, რა გულში ჩაიდე, მართლა კი დაგიწერენ ფუს. ხა მე მაქვს შენთან რამდენიმე შეკითხვა. აღა ბლიც კითხავი, ძალიან სწრაფად უნდა მიპასუხო. მე უფრო გიყვართ თუ ანუკი? დავფიქრდი, ესე იგი არც ერთი. აუფიქრებლად თუ ვიტყვი ანუკი, იმიტომ რომ ანუკი პირველი სიხარულია დეიდი. სისულანე, ანუკი იცით რატო თქვა? ესეთ უაზრობებში ყვება ხოლმე. ნანა, დღეს პერო გავიყარო და კი, გავიყარო და ესე მიდიან ხოლმე და მერე ბრაზდებიან, შენო არაფერი არ გაინტერესებს. რა უნდა მაინტერესებდეს გეხვეწები? წავლენ ზარაში. ტრაქს დგეს. და მე წინააღმდეგი ვარ პეროს და წავლენ ზარაში შევარდებიან მთელი დღე. არ მიყვარს ეს ზარა და რა გავაკეთე? აი პერო. აი ამას ეძახის ნუკა პერო. პეროლი მეც მიყვარს, მაგრამ ხო გაჩნია რას და როგორ გაიყრია რა ყველაფერში შეიძლება ჩემო ნანა. ამასაც გაჩვენებთ ახლა პერო ყლაპია. გეწაიყარა პერო მოგვიჭახონებ. ჩვენ პეროებს გაუმარჯოსო, ახლა ვერ გაიგეთ, მაგრამ ესე თქვენს. დღეს სამი წამოდით ჩვენთან ერთად ბარდაში ვტოვებთ ლისაბონს. ჩვენ ვართ Flixbus-ის გაჩერებაზე და მოდივართ პორტოში. არის დილის 8 საათი 9 ხდება. გავობით ყველაზე non-verbal ვარ, ისე აცხოვარ, მაგრამ დგალობით საერთოდ არ უნდა კონტაქტი და ეხლა ძალიან მიჭერს ეს ყველაფერი. და ხალხი რომ მელაპარაკება. აი ეს მიჭერს. რაღაცებს ლაპარაკობენ და საიდან აქვთ უთენი ამ ხელა ენერგია, რომ აი ესე ჭორაობაში გაატარავ, არ შემიძლია. მე უბრალოდ ვარ და კი. ჰალო, ჩვენ ჩამოვხდეთ პორტოში და დაგვხვდა ულამაზესი სახლი, ანუ ახლა მე დეიდა ჩვენ გავიკეთებთ outfit checks.
when მივდივართ განით რომ გავიზერნოთ. როგორც იცი პორტოში დედაც ნახავი არაფერი არ არის, მაგრამ ნუ აი ამ სახლის ნახვა დღეიდან მოიცადით ახლა მე ჭერს განახებთ. აი, ვაუ, და რამე. სულ რაღაც 1 საათიც არ არის რაც სპორტში ჩამოვედით. ან კი წუწუნებს არაფერი არ გვინახავსო, მაგრამ არ მომეწონა გქონობა. რა, უღიმღამო ის არის. ვერც ქუჩავის ვერ აღვთოვანდი. და დაჟე ტაქსში რა ჩავჭაქით, იმ კაცმა გითხრა, მაგარისა შიშია, აკაუნობა, კარშე ტრაფიკზე იმას საცობში რო დგახარო, შუშა ჩამოწეული არ უნდა გქონდესო, თორე უეჭველი გაგძარცვავენო და რა ეს ჩვენს დაბოდიაობთ აქეთ იქით. და ჯერ ვერაფერი ვერ ვნახეთ ისეთი რაზეც ვიტყვით, რომ აი კაია, ან ლამაზია. მე ვამბობ, რომ უბრალოდ ქუშია. ანუ რო შეჭამაქაურობა გალამაზდება თუ რას მეუბნება ეს გოგო არ ვიცი, მაგრამ არ მომწონს აქაურობა. აი, ყველას ძალიან მაშინ მშილებენ და გული სანამ არ წამივა, აი კამფეტი ავიღე რომ ვჭამო გული. ყველა საანშია და მე უყვები ხვალინდელი დღის გეგმებს. ეხლა ვიცი რომ ენერგია არ აქვს. აი, გაახედეთ გარშემო რამდენი ის არის, რა ქვია, კიბე. ხვალ ამ კიბეს ავევლით, მე იმ კიბეს ავევლით, მე კრუქს დავარტყავთ, რასაც ავევლით და ჩამოვით, კიდე თავიდან ავევლით და ანუ არა, ჩვენ მაშინ სახში დავჩებით. აი ხო ნახე ხიდი, სიო, მაგის ქვეშ ხარ. გეყოფა. ინა მე პირადად აზრი არ გამაჩნია, ჩემი აზრი მკიდია და ეხლა ამათი აზრი რა იქნება, მაგრამ ძამშია რა. თან ხვას ვერ ვიყავდი, მეგონა რომ ახალი ნაჭამი ვიყავი, რომ მეთქი მშია და ხა ამათ ტვინი არ ვბრუყოთ, ისეც კუჭის მონას მეძახიან და ეხა ამათაც ხასიათში გადავიდეთ. იცი მიხარია, მარტო მე რო არ ვარ ესე. ეს თანახმაა რომ აი ხა წავიდე სახში დავწვე. ნახმა ხარ სახში წახვიდე და დაწვე. აი მე ძალიან მინდა ჭამა და წოლა. დეიდა ჩემი არის ჭამა, წოლა. გეგონა. ანუ კი მითხრა გადაიღო ძალიან ლამაზი კადრებია მანქანიდანო. ლამაზი კადრები. ემქაზა მე ვიყიებულეს უკან. მე თქვა. ზარნა მე თქვა. მაგათ ყუეთ მე თემქაძე არ ვცხოვრობ. ჯამა მეგობრებო, ახლა ჩვენ დავბრუნდით. ახლა ნანა გეტყვით როგორ მოსწონს სპორტო. მადლობა. როგორ მოსწონს სპორტო? პორტო ძა. მე ჩემი ასე მქიდია და თქვენი ასე დავადი მაინტერესებს. ჩემი კითხვა იქნება ესეთი, რო გაიგო რომ ეხლა ლუკა რომ მყავდეს რა შეყვარებული და რო გაიგო რომ ეს მყავს. ჩემი შეყვარებული არის 45 წლის. რა იქნება? რა 46 წელი ბევრია. 23 წლის. 46 წლისა ძია კაცები არ აი რატო გონია თამათ 46 წლის ძია კაცია. გოგო ჩემზე იქნება ორჯერ დიდი. აი მოგზაურებდი რო აეროპორტოსაც. უბრალოდ წავედით ტოკიოში და წავედი ამსტერდამში და შევჭამდი ქეიქებს. აი რა გაიგო რომ ანუ კი დაიჭხირა. ეგ არ მოხდა. აი ხო მოხდა. თუ მოხდა აი გაიგეთა და გაიგეთა რა სამუდამოდ. მაშო თელი ოჯახი. რატო თავებში დავაკეთოთ. დავაძინებთ. აი გამოვიყოთ. და ჩვენც როგორ ეკეთოთ? ჩვენ დიდი ოჯახი. არის ჩვენი არხის ერთ-ერთი სპონსორი რა. ხოდა ვეძებთ ამ ერთ-ერთი სპონსორისთვის ძალიან კარგ ბიჭს. აუცილებელია იყოს მაღალი. ეს ულაშები უნდა გქონდეს. ეს კი არა. და თან ამკეც გამხდარი ბიჭები არ უყვარს.
ხო რა, ცოტა ესეთი მოსული, არ ძალიან დაკუნთულდა პატიბუტა არც ის და არც კიდე რა, დაბალი. ნუ ქართველები არ მოსწონს, მაგრამ ჩვენ ქართველები იყოს. ბიჭო, კომენტარებში ფუანუკის და ფუნანას მე დაგვწერეთ, რომ ანუკი მინდა. ჩვენ ამოკარჩ. ანუკი გამშვიდობები და ხვალ ჩაგერთვებით. ჩუ! გამარჯობთ. გუში მე უბრალოდ ხუნობით დავთანხმდი. მეთქი მე დავგეგმავ თქო და რაღაც ლოკაციები კი ვნახე რა და ეხა გამოვედით სახლიდან და აბა ეხა ჰე სად მივდივართო. მე რა ვიცი მე ლოკაციები ვნახე. ეს ბრაზდება ვერ არიან მე ჩემი მტერი მენდოს. მე და ნუკამ დღეს გავცვალეთ როლები და მე უნდა გადავიღო და ნუკა უნდა გაგვიწყოს და ძალიან სასაცილო, იმიტომ რომ მე გადაღება არ გამომდის და ძალიან ვიტანჯები და ნუკას კიდე ეგეთი რაღაცები არ გამოსდის და ძალიან იტანჯება. ამათ მართლა დებილი ვგონი ვარ და ისე არ არის. სად შემოდარ ხო? სად შემოდარ ხო? დებილი, როცა მჭირდება შეძლია თავი გავიტანო რა. აი ხაც ძალიან მარტივად მოძებნე მეგობრებო. მე დავეხმარე. რა დამეხმარა? ამას რა უნდა? ის ლოკაცია დავეხმარე. ისიც არის ეს. აი ლოკაცია ჩამოხარე და შეხედე. აჰა. სადმე ჩამოხვდეს როგორ ნახო. აქ ჩამოხვა. მაინც ორივე ბატია. დეიდას კისერზე არიან ჩამო. კაროჩე, აქ ჩამოხ და მე ფეხით ნავიარო ცოტა ხანი რა. ძალიან მარტივია. კიდე ძალიან მაგარი ადგილი აღმოჩენე, სადაც საღამოს წაგიყვანთ და დაგველოდეთ. ესენი ხო ძალიან ბანძები არიან, ეგეთ ადგილებს ვერ პოვობენ. ჯერჯერობით ვერ ვენდობი და რაღაცას რო აკეთებს, უბრალოდ ვეუბნები, რომ დარწმუნებული ხარ, მანახე. და ძალიან რთულია. ჯერჯერობით კრუგებს ვარტყავთ, ავედით, ჩავედით. ჩვენ მოვედით რაღაც ვინტაჟურ მაღაზიაში, ნუკა მარჩია ფეხსაცმელი. რაღაც ძალიან ბედნიერი, მგონი რაღაც საჩემოდ დავგეგმა ეს ტური. და სალაროსთან რომ მივედით 20 евро ხერ და ეს ფეხსაცმელი რა. და ის ქალი მეკითხა ვარ 15 евро, ოკეია და ვერ გავიგე, მე გავიგე 50 და მეთქი რამდენი 20 евро აწერე და არა 15-ია, ბოდიშია, კარგად ვერ გამოვთქვა. მეთქი რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა მივიდივარ სხვა ვინტაჟურ მაღაზიაში. გოგოები ძალიან ბედნიერები არიან, მგონი არ ვიცი, მე ბედნიერი ვარ. მოვედით შემდეგ სპოტზე მეგობრებო და ანუკი ვნახეთ რა ლამაზი ჩანთ აღმოაჩინა. ვაი, ბავშვები წამოვიყვნენ და ესეთი ბედნიერები არიან. გოგო, ბაბა მოგწონს? ძალიან. მოვიყვანე ბავშვები ამ საოცარ ადგილას. როგორია? ძალიან ლამაზი. როგორია ნააქაურობა? Cool. ძალიან cool. შეხედეთ უბრალოდ როგორ სილამაზეა. მე კამაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. ჩვენ უნდა გავსინჯოთ მარაგუია. მე არ მაქვს გასინჯული რითია? სანგრია მარაკუია. ცოტა აირია. ეს არის სანგრია მარაკუია. პორტამ რაღაც ვერ აღმოფრთოვანა. პირველად ვნახე ისეთი ხიდი, რომელიც წყალს და მიწას და გზას ერთად კვეთავს. You get deja vu. მოვიყვანე ხიდი ვანახე, ესეც უკმაყოფილოები არის. ანუ ძალიან კი მოსწონთ, მაგრამ აი ხო რა ღიარები რომ ნუკა დებილი არ არის და მართლა კარგი სანახავია აქვს ყველაფერი. ისინი რამის ღირსები არიან? დღეს ორივე დაისჯება. მოხვდება დინგში. ბავშვი აქაც მოვიყვანე, ვაიმე რა უზრდელი მყავს. ჩამოწია ფეხები გოგო. კმაყოფილი ხარ? ამისთვის წამოვედი? არის ვერ გვატა. სტილსო ჩემ პარადია გააკეთეს ამ საცოდომო, მაგრამ კიდე ეს ბრაზდება ხოლმე მე მაგას რომ ამბობ, მაგრამ მე ფეხებზე მკიდია. სახში მოვედით, ჭამის თავიც კი არ გქონდა. ეხლა რომ ნანამ საოცარი პასტა გააკეთა. კაი ვიტყო, ჭამის თავი როგორ არ გქონდა, უზონდ ბევრი პასტა ვჭამე. მივიფლაყვეთ და დავეძინა. ხო და დღეს ჩემს გადაცემაში მოვიწვევ ანუკის და ქალბატონ ნანას და გავაკეთებთ შეჯამებას, რადგან ჩვენი ვლოგი დასასრულს მივახლოვდა. ას ხედით. ამაჯობა ჩვენო მაყურებელო, ახლა მე მყავს ჩემი სტუმრები, რო გითხარით და იცი ცოტა დებილები არიან და ცოტა ჭკვიანი. გაი გოგოები.
ხოდა ახლა ჩემი გოგოები შეგიფასებენ გუშინდელ დღეს, რადგანაც მოვიდა ვლოგის დასასრული. და ამით დაგემშვიდობებით. ბაჯერ რომელს მოусმინე გოგოებო, აღფრთოვანებას ვერ მოვავენ. გუშინდელი დღე იყო, აი ყველაზე საუკეთესო დღე, იმიტომ რომ ჩვენი მზექალა იყო აი საუკეთესო გიდი. ხო, არ ვიცი რატომ, მაგრამ ესე შემარქვეს მოფერებით მზექალ და ესე მეძახდნენ მზექალ და აი ძალიან უყვარვარ და ალბათ მაგიტო. აი ზოგჯერ ეშლობოდა თხოვნე და ყეთიცვლიდნენ, მაგრამ ნუ ეგ აი შეცდომა არა. ნუ 10-დან რამდენს დავწერდი გუშინდელ დღეს? 10-დან 9-ს. სხვა კუთხიდან დაგვანახა ბანძი პორტი. არ ინდომებს რა, ანუ ბრმათ ინდობა ანუკის და შენ რას ამბობ, არ ისეთი დებილი თუ არ ვარ? როგორც გეგონათ სახლიდან სამ გავიდოდი. მეგონა რომ всё დაგვერ. დღეს იმენა ერთ კრუგზე ვიტრიალებთ მეთქი. ასე ვიტრიალეთ ერთ ადგილას რომ გაეგო საითიოს. თოლება და მაინც გაართვა თავი რა. ეგ იყო სვენდა ახლა ანუკი მე გოგოლავს. მე როგორც პროფესიონალი ვიტყოდი რომ ანუ პოტენციალი აქვს, მაგრამ ცოტა დახვეწა ჭირდება რა. წაიდო. ცოტა წაიდებილებს შეგადაშეგ რაღაცების სწავლა ჭირდება და თან რო ვეუბნებოდი რომ ამას უნდა დააკვირდო და ანუ არ აინტერესებს. მეთქი მკიდია. ხეხება გუშინდელ დღეს შევაფასებდი 7-ით ალბათ. აი შეგაცვით ჩემი კოქტეილები და ადგილები კარგად მოგეწონა და იშოპინგა. ერთი წამი. საჭე ძალიან მოეწარა, მაგრამ 10-დან ერთ-ერთი რასაც ვერ და. ანუ როგორი უმადურია, ვირომადლია ამაზე რა თქმა უნდა. იმიტომ არ კარგი გიდი რა არ ჯუჯხუნებ. ანუ იარეთ ახლა დროზე მაგის მხარეს არა, მე მინდა რომ აქეთ იაროთ ჩემთან. და აი ესეთ რაღაცებს აკეთებს ეს და ცოტა ვერ არის რა. ამშვიდობოთ ჩვენს ხალხს და ვუთხრათ რომ გამოგვიწევენ ჯერჯერობით დღის მონაცემებით მყავს 417 გამომწერი YouTube-ზე. ძალიან ცოტა. ამიტომ ძალიან პოზიტიურია და მე გირჩევდით რომ იყოთ ამისი გამომწერი. იყა ჩემ ფანები მეგობრებო. მე ნანა დეიდა გააკეთებს გათამაშებას 10,000 გამომწერს და რომელიმე სახლს გაჩუქებთ. სახლს არა, მაგრამ სტრასბურგში მოგზაურობა შეგვიძლია. ო, მართლა. ეგ შეგვიძლია მოვაწყოთ ერთი ადამიანი. ერთი ადამიანი. აი ნაღულებოთ. რა კარგი. აი რა თან ერთად წამოხვალთ და ამ ყველაფრის მონაწილე თქვენს იქნებით. ვიცი რა, აი ძალიან გინდათ. მაგარია. სტრასბურგით არ შემოიფარგლებით, ირგვლივ საუკეთესო ადგილებია და რომელიც მე აქ მოვაჩინე. ძალიან კმაყოფილი. კარგი, ეგ რო გაიმარჯვებენ მე ვუთხრათ. ეხლა ის არის. გამოგვიწერეთ მეგობრებო და ლაიქეთ ჩვენი არხი და გვიყურეთ. ჩუს! საფრანგეთიდან ჩაგერთვებით.